ვაგრძელებთ SQL მონაცემთა ბაზების შესწავლას და ამ გაკვეთილში უნდა განვიხილოთ ნორმალიზაცია. რა არის ნორმალიზაცია? წინა გაკვეთილში განვიხილეთ IS ცხრილი, რომელიც საშუალებას გვაძლევდა, რომ დაგვენახა მომხმარებლები, უფრო მგზავრები, როგორ შედიოდნენ და გამოდიოდნენ ბოსტონის მეტროში სხვადასხვა სადგურებზე. და მაშინ თქვით, რომ რეალურად პრობლემაა ეს ცხრილი, რადგან აი აქ მეორდება, ასე ვთქვათ, ინფორმაცია. ინფორმაციის გამეორება, ინფორმაციის, ასე ვთქვათ, redundancy-ს ეძახიან ამას, ქართულად ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ისეთი სიტუაცია, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ შესაძლებლობას აჩენს, რომ რაც შეიძლება მეტი რაღაცა გაურკვევლობები მოხდეს. redundancy შეიძლება გაურკვევლობა, კარგი სიტყვა. შეიძლება. შვენიერი. მოკლედ, თავარი პრობლემა ის არის, რომ ეს ცხრილი არის პრობლემა. და ეს ცხრილი უნდა დავხლიჩოთ. ზოგადად, აი აკადემიურ, ასე ვთქვათ, გარემოში და აკადემიურ იმაში წრეში, მონაცემთა ბაზებთან მიმართულებით ვინც მუშაობს, ის ადამიანები განიხილავენ ნორმალიზაციის სხვადასხვა ფორმებს. სხვადასხვა დოზებსაც, ესე ვთქვათ, შეიძლება ესე შევხედოთ. ანუ, რაც უფრო მეტად ნორმალიზებულია და რაც უფრო მეტად გახლეჩილია და დანაწევრებულია მონაცემები ისე, რომ თითოეული მონაცემი ინდივიდუალურად თავის, ასე ვთქვათ, ლოგიკურ სტრუქტურაში ისე არის ჩასმული, რომ განცალკევებულია ერთი სტრუქტურისგან და ერთმანეთზე ძალიან გადაბმული არ არის, რაც უფრო მეტად არის ეს, ასე ვთქვათ, გათვალისწინებული, მით უფრო მაღალია ნორმალიზაციის დონე და ნორმალიზაციის ფორმა. და განიხილავენ სამ ფორმას, first normal form, ესე ქვია პირველი ნორმალური ფორმა, მეორე ნორმალური ფორმა და მესამე ნორმალური ფორმა. და ესენი თუ თითოეული რას ნიშნავს, თუ გაინტერესებთ, შეგიძლიათ ცალკე დაგუგლოთ და ნახოთ, თუმცა ჩვენი კურსის მიზნებისთვის ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში დიდად მნიშვნელოვანი არ არის ეს ყველაფერი, თუმცა ნორმალიზაცია რა არის, ამას ახლა დავინახავთ. რეალურად აღმოვაჩენთ, რომ ჩვენ IS ცხრილი უნდა გავხლიჩოთ სამ პატარა ცხრილად. თვითონ ეს ცხრილი, სადაც რეალურად იქნება დარჩება ექშენები და დარჩება ის ინფორმაცია, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, აი ეს ინფორმაცია სინამდვილეში. ბალანსი, ფეარი, ექშენები და კონკრეტული მომხმარებლის სახელი. მაგრამ სახელი კი არა და ID, მაგრამ მომხმარებლის სახელი, იმის, რა ქვია, სადგურის შესახებ ინფორმაცია და ესეთი რაღაცეები უკვე გადავა სხვა ცხრილებში. პირველი, ეს არის მგზავრთა ცხრილი, სადაც ცალკე არსებობს მგზავრების სახელები და ყველა მგზავრს თავისი უნიკალური ID აქვს. ასევე იარსებებს ცალკე ცხრილი სადგურებისთვის. სადაც ცალკე არსებობს სადგურების სახელები, ლოკეიშენები, ანუ ადგილმდებარეობები შეიძლება დაუძახოთ მას, სახელებიც ოკეია და აქვს თავისი ID-ები. შვენიერი. და რეალურად ნორმალიზაციის, აი ეს, ასე ვთქვათ, მიდგომა, რომ გავხლიჩოთ, მოდით ეს მონაცემთა ბაზა სხვადასხვა ცხრილებად და სხვადასხვა შუალედური თუ სხვადასხვა ცხრილების საშუალებით ერთმანეთს დავაკავშიროთ, ხო? და მივიღოთ ისევ ის ერთიანი ფორმა, როცა სელექტებს დავწერთ ჯოინებით, ისევ შევძლოთ, რომ ერთიანი ფორმა მივიღოთ ამ ინფორმაციის, მაგრამ შენახული იყოს ნორმალიზებული ფორმით, ისე რომ არ მეორდებოდეს ინფორმაცია ტყუილად არსად. აი ამას ქვია მოკლედ ნორმალიზაციის პროცესი. ამ დროს აუცილებლად დაგვჭირდება ნორმალიზაცია, ასე ვთქვათ, ერთმანეთთან კავშირების relating-ის გარეშე არ არსებობს. და დაგვჭირდება რომ რაღაც კავშირები შევქმნათ. რა გვაქვს? ორი ტიპის ინფორმაციული ერთეული გვაქვს. მოდი ინგლისურად ამას ეძახიან entities. ორი ტიპის entity გვაქვს. Riders, ანუ მგზავრები და stations, ანუ სადგურები. შვენიერი. და ვნახოთ ახლა რა კავშირია ამ ორ entity-ს შორის. შესაბამისი ცხრილებიც ხო გვაქვს? მოდი ვნახოთ რა კავშირია. არსებობს მგზავრი, რომელიც შეიძლება აღმოჩნდეს კონკრეტულ სადგურზე. კონკრეტულ ერთ სადგურზე. ოკეი. ეს გასაგებია. ყველასთვის ეს რა კავშირია, ერთი მგზავრი შეიძლება აღმოჩნდეს ერთ სადგურზე. მაგრამ ბევრი სადგური არსებობს და ის ერთი მგზავრი შეიძლება აღმოჩნდეს
ბევრ სხვადასხვა სადგურებზე. ანუ ერთი ბევრთან კავშირიც არსებობს. მაგრამ მხოლოდ ერთი მგზავრი ხო არ არსებობს, ბევრი მგზავრი არსებობს, ხო? ამიტომ მგზავრები არსებობს და არსებობს სადგურებიც. და შესაბამისად კავშირები შეიძლება იყოს ბევრთან. ერთი მგზავრი შეიძლება ერთ სადგურზე შევიდეს, მეორეზე გამოვიდეს. ერთ სადგურზე შეიძლება აღმოჩნდეს ერთდროულად ორი მგზავრი. ამიტომ ბევრი ბევრთან კავშირი გვაქვს, many to many კავშირი გვაქვს. აი ამის entity relationship diagram ქვია ამას, ERD diagram, რომელიც აქამდეც ვნახეთ, ამ ფეხებზეც და ამ ფეხების მნიშვნელობებზეც ვისაუბრეთ. აი ეს ბევრი ფეხი და აქაც ბევრი ფეხი ნიშნავს, რომ ეს ბევრი ბევრთან კავშირია, რა თქმა უნდა. მაგრამ აი აქ წრე ნიშნავს, რომ კონკრეტულ იმას რა ქვია, სადგურს კავშირი აქვს მგზავრებთან, ასეთი, რომ სადგურზე შეიძლება არსებობდეს 0 ან ბევრი მგზავრები. ანუ რაღაც მომენტში შეიძლება სადგურზე მგზავრები საერთოდ არ იყვნენ, ხო? ან მეორედანაირად ესე შევხედოთ, მგზავრი არის მხოლოდ ის, ვინც სადგურზეა, ხო? ესე შეიძლება ესეც დავინახოთ. და მეორეს მხრივ რეალურად გვაქვს ისეთი, ასე ვთქვათ, კავშირი, რომ მგზავრის შეიძლება ჰქონდეს მინიმუმ ერთი ან რამდენიმე სადგურთან კავშირი. ხო? ესეც ესეთი ერთ-ერთი კავშირია. ეს კონკრეტული გაკვეთილი ეხლა აქ მთავრდება, თეორიულია ესეც და მხოლოდ სლაიდებით შემოვიფარგლებით, მაგრამ უკვე შემდეგ გაკვეთილში უკვე ვნახავთ ის ყველაფერი, რაც წინა ამ გაკვეთილის ჩათვლით საბოლოოდ ამ სამ გაკვეთილში გავიარეთ, ეს თავი რაც დავიწყეთ. ეს ყველაფერი უკვე როგორ იკვრება SQL მონაცემთა ბაზაში, create table ბრძანების გამოყენებით დავიწყებთ და შემდეგ გავყვებით ვნახავთ რეალურად რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენს მონაცემთა ბაზაში. შვენიერი, ძალიან დიდი მადლობა, ვინც მისმინეთ, იმედია მოგეწონათ. დაალაიქეთ, აუცილებლად, ძალიან გვეხმარება. კომენტარებში გამოჩდით, დაგვისვით კითხვები. თქვენი აზრი გითხარით, დაგვიფიქსირეთ და დაგვისაბსკრაიბდით მოკლედ ამ ჩვენს არხზე და გავაგრძელოთ მეგობრობა. SQL-ის კურსი გრძელდება.